სანამ თემაზე ვისაუბრებ, მინდა მე გავაკეთო რაღაც ისევ და მე ყველას მინდა მოგცეთ იმის საშუალება, რომ დრო გამოვყოთ მსახურებისთვის, რომ გქონდეს 5-10 წუთი, რომ დასამოწმებლად გქონდეს. ქრისტემ თქვა, თქვენ იქნებით ჩემი მოწმენი. როცა ის მიდიოდა დაუტოვა აღთქმა, რომ მე ისეთ რაღაცებს გავაკეთებ თქვენ ცხოვრებაში, თქვენ იქნებით ჩემი მოწმენი. და შენ უნდა შეგეძლოს, რომ ის, რასაც უფალი აკეთებს შენ ცხოვრებაში, ზოგჯერ გამოხვიდე და თქვა, მინდა რომ დავამოწმო. მინდა რომ დავამოწმო. შეიძლება რომ დავამოწმო? მინდა რომ დავამოწმო. თუ არაფერს არ აკეთებს, მაშინ იჯექი და იყავი 9 სადღა არიან, უფალი კითხულობს მერე. 9 სადღა არიან. უფალი ხშირად გვიცავს ჩვენ. ისეთი უბედურებებისაგან, რომ ის რომ მომხდარიყო, დღეს ჩვენ აქ არ ვიჯდებოდით. ის რომ მომხდარიყო, შენ აქ არ იქნებოდი დღეს, მაგრამ არ მოხდა. უფალი ელოდება, რომ ჩვენ შეეძლოთ ვიყოთ მისი მოწმენი და დავამოწმოთ, რომ უფალმა დამიცვა მე ასე, უფალმა გადამარჩინა, უფალმა, ვიცი, ასე და ასე გააკეთა ჩემს ცხოვრებაში. ჩვენ ცხოვრობთ, მე ვაკეთებ ახლა დამოწმებას და ეს არის სიტყვის შესრულება, იმიტომ რომ პეტრე მოციქულმა თქვა, მან გვიბრძანა ჩვენ, კი არ ხასიათის გამო, კი არ და მომენტების გამო, კი არ უნდა აკეთებთ, გვიბრძანა, რომ დაუმოწმოთო ყველა ხალხს და ვიყოთ მოწმენი მისი. ხშირად ამბობთ ჩვენ იეჰოვას მოწმეები უნდა ვიყოთ, არა, იესო ქრისტეს მოწმეები უნდა ვიყოთ. მან თქვა, თქვენ იქნებით ჩემი მოწმენი. და ჩვენ დავმოწმობდეთ, რომ ის ცოცხალია. და იმიტომ ვდგევარ მე დღეს აქ, რომ ის ცოცხალია. ის ყველა ჩემ უჯრედს ადევნებს თვალყურს. თმები თავზე დათვლილია ქრისტემ თქვა. ყველაფერი მისი კონტროლის და მისი მართლობის ხელშია, ამიტომ ძალიან კარგია, როცა მასზე წარმოსახვას ვიქნით, ვიცით, რომ ყველაფერი მის ხელშია. ერთ საგალობელს გალობდა ხათუნა, ყველაფერი შენს ხელშია. ჩვენ შენს ხელში ვართ და ყველაფერი მისით არის. მე მჯერა, რომ ის სიტყვები, რაც მან დატოვა და მოგვიწოდა, რომ ამ სიტყვებით ვიცხოვროთ და ვიაროთ, ისიც თვალყურის დევნების ქვეშ არის. უფალი თვალყურს ადევნებს, მისი სიტყვა დევს სადღაცას თუ ვიღაცათვის ყურაცაღებია. ვიღაცა გულის ყურით ისმენს ამ სიტყვას, აპრაქტიკებს და შემდეგ ელოდება თუ ღმერთი როგორ დგას თავის სიტყვის უკან, როგორ ასრულებს თავის სიტყვას. მე მჯერა, რომ ჭეშმარიტია სიტყვა დაწერილი, გეუბნა, თუ ასე გააკეთებ, შენ ცხოვრებაში ესენი იქნება. თუ მოწყალე იქნები, რაც არ უნდა დაეცე და შესწოდო, შეწყალებული იქნები. იმიტომ რომ ნეტარ არიან მოწყალენი, ქრისტემ თქვა, ისინი შეწყალებული იქნებიან. გაიხედავ ადამიანი აშავებს, რა ვიცი, 1000 მაგრამ მაინც ღმერთი მის სიცოცხლეს იცავს და მის ჯანმრთელობას თუ მის ცხოვრებას, რატომ? იმიტომ რომ თუ გაიცნობ იმ ადამიანს, ძალიან მოწყალე იქნება თვითონ. და უფალი ამ მექანიზმს სულიერს მოქმედებაში არის მის ცხოვრებაში. იყავი მოწყალე, ნეტარ არიან მოწყალენი, შენ შეწყალებული იქნები. მიუტევეთ და მოგეტევებათ. რო არ მიუტევო, არც მე არ მომეტევება. და თუ არ მომეტევება, რა მეშველება მე ძალიან ბევრი ცუდი რაღაცები შეიძლება ამოვიდეს ჩემს მიმართ. ამიტომ უგუნურება, როცა ადამიანი უპირისპირდება და არ იცავს სიტყვას. ბევრი ამბობს, მე ვიცავ სიტყვას, არ ვიცავ სიტყვას. ადამი სანამ იცავდა სიტყვას, სიტყვა იცავდა ადამიანს. როგორც აღარ დაიცვა სიტყვა, სიტყვამაც ვერ დაიცვა ის და აღმოჩნდა ედემის მიღმა და დღესაც აგერ აქამდე მოვედით. ერთ სიტყვით დამოწმება მინდა გავაკეთო. ქრისტემს იცით, რომ მათი კეთროვანი განკურნა, როცა უჭირდა ძალიან რთულ სიტუაციაში, ისინი ხმამაღლაყვიროდნენ, გვიშველეძეო დავითისაო, იყავი მოწყალე ჩვენს მიმართ არ ჩაგვია როგვარზე. ქრისტემ უთხრა, წაეთ ჩვენეთ მღვდლებს. ანუ ეს ნიშნავდა მღვდელი ნახულობდა, მართლა ღმერთი ჩაერია თუ არა ამ გამოუსწორებელ ავადმყოფობაში. ის ავადმყოფობა არ იკურნებოდა, ხალხი ლპებოდა ცოცხლობრივ და საზოგადოებიდან იყვნენ გარიყულები, რომ თუ მიუახლოვდნენ საზოგადოებას და მივიდოდნენ ახლოს საზოგადოებას და საზოგადოება ქოლავდა მათ.
რომ კეთრი ისეთი რაღაც იყო, ცვიოდათ ხორცები ასე პირდაპირ და იკურნებდა დღეს სპიც ეძახიან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, არ ვიცი სხვა სარცებს. ადამიანი ცოცხლ ბრილფება ამ საშინელად, ყველაზე საშინელი ის არის, რომ საშველი არ არის, მედიცინა არ არის, დახმარება არ არის, არაფერი არ იქნება. მაგრამ იცი თქვენ ეს ისტორია და ბევრჯერ აღარ გავიმეორებ. როცა წავიდნენ 10-ვენი განიკურნენა წერია. რომ შეტრიალდნენ თუ არა მუდლებთან დაეჩვენენ მუდლებს და სასაული ღმერთის დაეშვა და ყველა განიკურნა. ეს არის ლუკას 17 თავი ერთმა მათგანმა რომ დაინახა განიკურნეო. ვაუ, დაიყვირა რა მოდელი, რის მოდელი. ვინც გამკურნა, შემობრუნდა, სახით დაეცავა მის ფეხებთან. ხმამაღლა ყვიროდა და მადლობდაო. სამივე მსხვერპლი ერთდროულად შესწირა. თაყვანისცემის, მადლიერების, ქებადიდების. კი არ სხვენოდა სახით დაცემა ქრისტეს წინ. არც ხმა დაუმდაბლებია, როგორი აწეული ხმაც ჰქონდა ვედრების დროს. რომ მიჭირს ახლა და დამეხმარე კვდები. ჩემ აღარაფერი შანსი არ მაქვს. ძეო დავითისა შეგვიწყა. რა ხმამაღლა წვიროდა, იმავე ხმით ადიდებდა მე ღმერთს. ჩვენც როგორ ვართ, როცა გვიჭირს ღმერთო, მიშველი ღმერთო დამეხმარე ღმერთო გამოდი და სახმაროთ, როცა დგებად რომ ისევ უნდა მის წინაშე დავდგეთ. ჩვენთვის მაგალითი არის ეს და ქრისტემ თქვა და ეს იყო სამარიტელიო. წარმართი იყო. როგორ მოხდა უფალი გაკვირვებული იყო. და როგორ ხდება დღესაც, ეს არ იყო, მაშინ მოხდა დაიწერა და დღეს ესე არ ხდება. როგორ მოხდა უფალმა თქვა, გაკვირვებული იყო, ერთი მობრუნდა მარტო ღმერთის სადიდებლად. ერთი მადლობს, ერთია თაყვანის მცემელი. 9 სადღა არიან უფალმა თქვა. რომ არ ვიყო იმ 9-ში, მინდა დავამოწმო ცოტა რაღაც. ჩვენ ყველა ვინც ავირჩიეთ რომ უფლის გზას გავყვეთ, მე სხვა დროს ვილაპარაკებ ამ თემაზე. იოანე ნათლისმცემელმა პირდაპირ თქვა, ჩემს უკანო მოდის ისეთი ვიღაც, ვისი თასმების გახსნის ღირსი არა ვარ, რომ შნურუკები გაუხსნა ფეხზე. ისეთი დიდი ვიღაც არის. ის რომ მოვა, თქვენ მოგნათლავთო სულიწმინდით და ცეცხლით. ის მე წყლით გნათლავთ იოანემ თქვა, მაგრამ ის მოგნათლავთ თქვენ სულიწმინდით და ცეცხლით. ის სულ სხვა სამუშაოს ჩაატარებს, ის სულ სხვა მისიით მოდის. და ხშირად ხდება ჩვენ ცხოვრებაში, რომ გვაქვს თავგადასავლები. და ეს თავგადასავლები ხშირად ჩვენ უფლისაგან დაშვებულია და უფლის როგორც კი კონტროლს არაფერი არ გამორჩება. როცა თავგადასავლებია, ღმერთს ვეძებ, ღმერთო მიშველი, ღმერთო ჩაერია, ღმერთო გამოდი საპასუხო და ასე შემდეგ და მე მახსოვს ეს სირთულეები, რომელსაც გავდიოდი ამ ცეცხლით ნათლობის, ჩემს ოჯახთან ერთად, ჩემს შვილებთან ერთად და იცით რომ ისეთ ქვეყანაში ცხოვრობთ, რომ ძალიან ბევრი ემიგრანტი ყავს და ჩემი შვილებიც 2 ემიგრანტები არიან, წავიდნენ ამ ქვეყნიდან და დიდი სირთულეები სკოლა უწევდათ და გადიან რაღაცა გზას და რა თქმა უნდა ჩვენი ლოცვები, ჩვენი განცდები მათთან არის და ერთი სიტყვით ჩვენ ვაგრძელებდით დაფარულში ცხოვრებას ღმერთთან. მე პირადად ჩემი მეუღლეც ლოცვებით, ჩვენი მსხვერპლებით უფლის წინაშე და 2 დღის წინ ჩემი შუათანაშვილი მირეკავს. რაღაცა დიდი სასაული ხდება, მეთქი რა ხდება. იქ სადაც იყო ძალიან ისეთი ვიწრო სიტუაცია ქონდა, რაღაცა და მართლა ისეთ სიტუაციაში ვარ, რომ რავი, აი უკან გამოგცევა მინდა და ისეთ იმაში ვარ, არ ვიცი და მეთქი მოითმინე, ყველაფერი კარგად იქნება რაღაც დარეკავს. ანუ გადაიყვანეს ისეთ ადგილზე, მისცეს ოროთახიანი ბინა. ყველანაირი პირობებით.
ესეთი რაღაც არ ხდებაო ჩვეულები, რომ შავკანიანი ბიჭი დადიოდა თურმე და რატო ვაკეთებ ამასო, ის არ ვიცი რატო ვაკეთებ, მაგრამ ასეთ რაღაცას არ აკეთებენო, მაგრამ ეს ერთი გამონაკლისი დაუშვით, მეუბნევაო. ერთი გამონაკლისი დაუშვით ახლა, რომ ეს გაგვეკეთებინა შენთვისო. იცით, ჩვენ ხშირად ღმერთზე ბევრს ლაპარაკობთ, მას არ უყვარს ხოლმე ეს ღმერთს ლაპარაკი და ეს ღმერთის მადლია, მართლა ღმერთის მადლია რა. ღმერთი აუ სადა ვარ, იცი? გვათვალელებინებს. ნახეთ ეს და რა მომწეს, ნახეთ ეს და აქო წლობით არიან 20 წელია ერთი ოჯახი არის იქ და ივაჩვენე იმ გოგოს რა და მითხრა მე 20 წელია აქაო და ესეთი რაღაცა ჩემთან შვილთან ერთად ვარო და მე ჩემთვის არ მოუწია და მე ვერ აი გაგიცვლია უბრალოდ და თუ გინდა ის თან ქალაქის ცენტრში ძალიან კარგ ადგილზე. მისმენთ, ებრაელებს აქვთ ესეთი გამონათქვამი, ჩვენ 100-ში ვიხდით 10. იცერას ნიშნავს ეს. თუ გინდა სასწაულები ნახო და ზებუნებრივი ჩართულობა, შენი ფინანსური იქნება თუ დროისა თუ რა შესაძლოა თუ ღმერთისთვის მიძღვნა თუ რა ეს სისულელია ჭკვიანობა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სისულელია ჭკვიანობა. ეშმაკი ადამიანს ცრუა იგი ქრისტემ თქვა და სიცრუის მამა. ატყუებს ადამიანს, რომ აი შენ არ შესწირო სასწაულს, არ იყო მორწმუნე, რა ვირას მოგცემს, რას აი არაფერიც არ მოხდება, ყველაფერი რა თქმა უნდა ურწმუნოთათვის ყველაფერი უკვე ცოდვა არის. იმიტომ რომ ბიბლია ამბობს, რაც რწმენით არა, ყველაფერი ცოდვაა. რომელთა 14:23 ამბობს, რაც რწმენით არა, ყველაფერი ცოდვაა. გაცემაც, მსახურებაც, თესვაც, ყველაფერი ცოდვაა. აიღეთ რომელთა 14:23 ნახავთ, რომ კეთილის კეთებაც კი ცოდვაა ურწმუნოებაში. მაგრამ თუ მორწმუნე ხარ და თესავ. ერთი საინტერესო სიტყვები თქვა ქრისტემ და მინდა რომ ასე ვიცხოვროთ. მათეს მე-6 თავში 3-ჯერ ამბობს ქრისტემ. მამა რომელიც ხედავს შენ დაფარულში, მარტო შენ და ღმერთმა რო იცით. მამა რომელიც ხედავს შენ დაფარულში, რომ მოგიზღავს შენ ცხადად. მოგიზღავს შენ ცხადად. და ეს გამართლება არ არის, ეს არ არის დავთხოვა. ეს არის სვლა ღმერთთან თანაცხოვრებაში. დღესაც აქედან შეგვიძლია დავიწყოთ. ყველამ სათითაოდ და ერთად. მე ვაპირებ უფრო ღრმად, კოჭებამდე კი არ და მუხლებამდე კი არ, წელამდე და დინების მიმართულებით რომ ვიმოძრავ. ასე რომ მინდა გითხრათ, სიტყვა დაწერილი ყველას მიმართ არის. არჩევანი ყველას თავისი აქვს. შენ შეგიძლია ღრმა მორწმუნეობით დიდი გამოწვევებიც მოიტანო და შეგიძლია ლაითად ჩაიარო ეს ცხოვრება და ანჯო აი აქ მткиო, აქაც მткиო, აი აქაც მткиო, აქაც პრობლემა, იქაც პრობლემა, ისიც პრობლემა. სულ იქნება. ძალიან იალაპარაკობდა და მეც ვილაპარაკე ფილიპელთან მე-4-ში, ჩემი ღმერთი აღავსებსო თქვენს ყველა საჭიროებას. რატო ჩაერეოდა ღმერთი ფილიპელების ცხოვრებაში? იმიტომ რომ ფილიპელებმა იცოდნენ, რომ ფილიპელები თვითონ ერეოდნენ ღმერთის საჭიროებაში და ღმერთი მოდიოდა მერე მათ საჭიროებაში ერთვებოდა. ნუ ჩაული ღმერთის საჭიროებას გვერდს და ჭკვიანობა სისულელია. იმიტომ რომ ჭკვიანი ადამიანი არ ღებულობსო იმას, რაც ღმერთის სულისაგან არის. 1 კორინთელთა 2:15 ამბობს, აინ შვინიერი ადამიანი. შვენიერი კი არ, შვინიერი. რომელიც ჭკვიანი არის, მაგრამ ძათავს ცუდ მდგომარეობაში იგდებს, იმიტომ რომ მორწმუნეობა უფრო მაღლა დგას ვიდრე ჭკვიანობა. იმიტომ რომ რწმენა ღმერთის გონიერებასა და სიბრძნეს და ჭკვიანობას ეყრდნობა. როცა ჩვენი გონება ზოგჯერ საკუთარ ბიბლია პირდაპირ ნუ დაენდობი საკუთარ ჭკუას. ებრაელ იგავების 3:5 ამბობს, ესავ დეუფალს და ნუ დაენდობი საკუთარ ჭკუასო. იმიტომ რომ საკუთარი ჭკუას არის თვითმართველობა. ეს არის საკუთარი თავის მწყემსობა და ღმერთის არ საჭიროება და ადამიანები მიდიან ჩიხამდე, საიდანაც მე ღმერთიც ვეღარ ერთვება ხოლმე ხშირად მათ ცხოვრებაში თუ ისინი არ ინანიებენ. ასე რომ მოდით ჭკვიანები არა, გაუგუნურებულები ვიყოთ რომ დავბრძანდეთ. ხშირად და ხშირად ვიმეორებ 1 კორინთელთა 3:18 გაუგუნურდი რომ დაბრძანდე. რას ნიშნავს გაუგუნურდი? გააკეთე რწმენის ნაბიჯი, როგორც სიტყვა გეუბნება. რწმენითი მოქმედე.
თუმცა ჭკუა დუღდეს და ვის მიეძი რა მიეძი რის ჭირდება ვიცი ტვინი დუღს ხოლმე და არისვენებს გააუში და ითუხთუხოს მერწმენით დავდივარ და არა ჭკუით სანამ ჭკუითიული და ჭკვიანობითიული ღმერთი არ დაგჭირდება როცა გაიჭედები მიხვდები რომ ჭკუა ვეღარ გეხმარება და აღარ ყოფნის როგორ მოიქცე როგორ მოექცე რა გააკეთო მაგრამ როგორც კი ღმერთის მართლობა ერთვება ადამიანში ჩვენ რწმენით მივდივართ წინ და ვიღებთ საზღაურს და ყველა თქვენს მომავლა ამენ დრო გვაქვს ნახევარი საათი დაახლოებით და ვაგრძელებთ ჩვენს დაწყებულ თემებს ცოტა შეგახსენებთ რომ ბოლოს ჩვენ ვილაპარაკეთ იმის შესახებ რომ ქრისტიანობა თავისთავად არ მოდის ეს არ არის სარეველა ბალახი რო არ ჭირდებოდეს არც ეკალი ის თავისთავად ამოდის სარეველა ბალახი და ძალისხმევა არ ჭირდება ჩართულობა არ ჭირდება ის თავისთავად მოვა და იქნება ქრისტიანობა იმისათვის რომ შედგეს ადამიანი ქრისტიანად ჩამოყალიბდეს ქრისტიანად უნდა აირჩიოს ქრისტეს სკოლა შევიდეს ქრისტეს სკოლაში ისწავლოს იქ და შემდეგ რო ისწავლის განსხვავება არის კიდევ ვიცისა და ვარ შორის იცით რა დიდი განსხვავებაა თეორიასა და პრაქტიკას შორის თეორია მეორმა ადვილად ჩააბარა მართვის მოწმობაზე მაგრამ პრაქტიკა უჭირთ ხშირად არის ასე რომ თეორიულად მე წაკითხული მაქვს ახარებაზე პირად ვიცი მოხლება მაგრამ პრაქტიკაში მიჭირს აი პრაქტიკაში მიჭირს ადამიანს ვაპატიო პრაქტიკაში მიჭირს მოწყალე ვიყო პრაქტიკაში მიჭირს მე კეთილი პრაქტიკაში მიჭირს ბევრი ისეთი რაღაცები რომ ერთგულად ვიდგე იქ სადაც ღმერთმა თეორიულად ვიცი კაცო ვიციც კი ვიცი უკვე იქამდე მივედი ვიციც კი ვიცი მაგრამ თეორია კარგია მაგრამ ქრისტემ თქვა, ვისაც ჩემი ცნებები აქვს, ანუ იცის ჩემი ცნებები და იცავს მათო. ანუ პრაქტიკულად მისი ცხოვრების ხორჩესხმას ეწევა. მას უყვარვარ მე და ვისაც მე უყვარვარ, შეყვარებული იქნება მამა ჩემის მიერ და მას მე შევიყვარებო და მე თვითონ გამოვეცხადები. თუ გინდა რომ უფალი გამოგეცხადოს და შენ ცხოვრებაში გახსნას გონება, გახსნას მე არ ვიცი, შინაგანი სამყარო, რომ მე რაღაცებს ხვდები და ჩავწვდი. ეს იყო იოანეს მე-14:21 მოხლე. ვისაც ჩემი მცნებები აქვს, უნდა ჯერ მცნებები, ეს არის სწავლება ქრისტესი, სხვადასხვა თემაზე და სხვა საკითხზე, ვისაც აქვს ეს თემები, კარგია რომ გააქვს და იცავსო მათ. ძალიან კარგია იცოდე თინეიჯერებმა, რომ დაემორჩილოთ თქვენს მშობლებს. მე ვიცით, მაგრამ უკეთესია თუ იცავთ. ქმრა მოგიყვარდა თქვენი ცოლები, ისე როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია. ვიცი, მაგრამ უკეთესია რომ ვიცავდე. როგორ გავამხედე ეკავ შეხედეთ. შენ კი არ უნდა მომთხოვ, წერილი მთხოვს მაგას შევეცდები, მაგრამ ქმრებს უყვართ ხოლმე ცოლებო დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს ყველაფერში. მე კი არ უნდა მოგთხოვ, წერილი გთხოვს და უნდა შეასრულო. და ასე შემდეგ ყველა წერილის ქვეშ, ვისაც აქვს უფლის მცნება და იცავს მას უყვარვარო მე და შეყვარებული იქნება მამა ჩემის მიერ და მე თვითონ გამოვეცხადები მას. მაშინ ხდება ადამიანში ქრისტეს გაცხადება და ცისკრის ვარსკვლავის ამობრწყინება ჩვენს გულებში, როგორც ამას კარგშრებით რომ მიმართავთ სიტყვას, ვიდრე ცისკრის ვარსკვლავი ამობრწყინდება შენს გულში. მე მინდა დღეს რამდენიმე საკითხს შევეხო, რაც ჩვენთვის სულიერი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ჩემი სწავლება არ არის, უფლის სწავლებაა, მე უბრალოდ ყურადღებას გავამახვილებ ამაზე. ქრისტე იცდებოდა ეშმაკის მიერ ყველა მიწდუდაბნოში და ჩვენთვის რა არის აქ, რაც უნდა ვისწავლოთ და გავიგოთ. როცა ეშმაკი ცდიდა, ქრისტეს პასუხები არის ჩვენთვის გაკვეთილები, რომ ხედავდეთ რა უთხრა უფალმა ეშმაკს, მაგრამ მესამე გამოცდის პასუხი მაინტერესებს მე, როგორ უპასუხა ქრისტემ, როცა ეშმაკი ცდიდა. მერვე მოხლიდან ვკითხულობ, მათეს მე-4 თავის მერვე მოხლიდან. ისევ მიჰყავსო იგი, ანუ იესო ქრისტე ეშმაკს ძალიან მაღალ მთაზე, უჩვენებს მსოფლიოს და ყველა მის სამეფოს და მათ დიდებასო. ილონ მასკიც აქ არის, ტრამპიც.
ყველანი თავიანთი სიმდიდრეებით და ყველაფრით და კიდევ შეიხებიც და რა ვიცი, ყველა სიმდიდრეები რაც კი არსებობს და თავიანთი დიდება, იმდროინდელი, ამდროინდელი და ეუბნება მას, ყოველივე ამას შენ მოგცემ. ოღონდ პირობა არსებობს თუ დამხობილი თაყვანს მცემ. ანუ ეშმაკს სხვა ადგილზე წერა, ყველაფერი ეს მე მოცემული მაქვს და ვისაც მინდა იმას ვაძლეო. ეს მე მაქვს გადმოცემული ადამიანისგან და ვისაც მინდა იმას ვაძლეო. მინდა შეიხს მივცემ და მინდა ტრამპს და ილონ მასკს თუ რა ვიცი მე კიდე ბილ გეიტს და ასე შემდეგ. ვისაც მინდა იმას ვაძლეო. მაგრამ შენ მოგცემო სულ ყველაფერს, შენ ერთს. ერთი იქნები თელს დედამიწაზე, რაც ვერ შეძლო ერთს მაკედონელმა ვერც ჩინგისხანმა და ასე შემდეგ დიდმა დამპყრობლებმა. მაგრამ შენ ეს გექნება, ერთი რაღაცა უნდა გააკეთო მარტო, მე უნდა მცე თაყვანი. ჩემი მორჩილი და თაყვანის მცემელი უნდა გახდე. რა ვიცი, ფიქრე თუ გინდა, გაანალიზე და პასუხი მოგვიანებით მითხარე. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს იმ აქ ვკითხულობთ ასე, შეიძლება დროში შეთავაზებული იყო და არაფერი დასაფიქრებელი კი არ იყო, მაგრამ უფალის ცემს პასუხს და ჩვენ ვკითხულობთ მუხლში, მეათე მუხლში. მალევე მეცხრე მუხლში შეკითხვა, მეათეში უფალი პასუხს აძლევს. განვეთ სატანო, ვინაიდან დაწერილია. სიტყვა დაწერილია ქრისტე მოიშველიებს და ეუბნა დაწერილია უფალს შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე. დაწერილია. სიტყვა დაწერილია ნიშნავს, რომ არ შეიძლება იცხოვრო როგორც გინდა. არსებობს კანონი ცხოვრებისა. და დაწერილია ნიშნავს, რომ ღმერთმა უკვე დაგვიწერა. აი დოკუმენტალურად გაფორმებული მტკიცებულება გვაქვს, რომ ასე გააკეთეთ, ასე იცხოვრეთ და ამ მიმართულებით წადეთ. და ეშმაკი სთავაზობს წერილის მიღმა ისეთ რაღაცას, რაც წერილის საწინააღმდეგოა. და ქრისტემ უთხრა დაწერილია, არაერთ დაპყრითა იცოცხლებს კაცი, დაწერილია არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი, დაწერილია უფალს ღმერთი შენს ეცი თაყვანი. ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერს რასაც ვაკეთებ მე, რასაც ვაკეთებ, დაწერილია და მინდა რომ შესრულდეს. სიტყვა დაწერილია ნიშნავს, ამას ღმერთი ითხოვს ჩემგან და ღმერთს უნდა რომ მე ასე გავაკეთო. როცა მე რაღაცას ვაკეთებ, მინდა ვიცოდე, ეს მე მინდა ვაკეთებ თუ ღმერთი ითხოვს ჩემგან და იმიტომ ვაკეთებ. ღმერთს უნდა ეს ჩემგან და იმიტომ ვაკეთებ. და აქაც ქრისტეობნა დაწერილია სიტყვა ეშმაკისთვის ყველაზე საშინელი მოსასმენია, რომ შენებურად კი არ ცხოვრობ და კი არ დაიწყებ ვაჭრობას, მოდი აბა გადავხედო, მოდი აბა გადმოვხედო, ჩემთვის, როგორც ქრისტემ თქვა, ჩემთვის სიტყვა დაწერილია ნიშნავს კანონია ჩემი ცხოვრების წესის. მე ამ წესით ვიცხოვრებ, მე ამ აზრით ვიაზროვნებ, მე ამ ქცევით მოვიქცევი ისე როგორც დაწერილია. დაწერილია, რათა აღსრულდეს. დაწერილია, რათა აღსრულდეს. როცა ბიბლიას კითხულობ, იმიტომ კი არ წაიკითხო, რომ წაიკითხე. წაიკითხე, იმიტომ რომ შესრულდეს. წაიკითხე, რომ ხორცი შეასხა, როგორც წეღან თქვი, რომ თუ გაქვს უფლის მცნება და იცავ მათ, ანუ დაწერილი შესრულებული არის, მაშინ უფრო სხვაგვარი იქნება შედეგი. მე მინდა ამ პასუხზე გავამახვილო ყურადღება, რა იყო იქ დაწერილი. დაწერილი იყო ორი რამ. უფალს შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე. მოდით პირველი მინდა თქვა, თუ არ იცი ვინ არის შენი უფალი, ვერ სცემ თაყვანს. და მეორე, თაყვანი რომ სცე, მე არ მინახავს ბიჭი, გოგო საერთოდ არ მოსწონს რა, შეხედა თუ არა და იმ წამს ვთქვა ეს ჩემთვის და თაყვანის მცემელი გახდა მისი. ეს არ ხდება. ერთი პიროვნება ვიცი, გოგო დაინახა და ჯერ თვალში მოხვდებაო,
მე გონებას აგირევს, ჩავაგულშიო და ასე შემდეგ. ეს გოგო რო დაინახა, ჩემ მეგობარი იყო. მოხვდა თვალში ჯერ. ერთ-ერთ კეიპს ნახა და გონება დაკარგა ამ ბიჭმა მართლა, ერთი ნახვით შეყვარება რო ხდება. და ქორწილი იყო და ქორწილიდან მოიტაცა. იცით, რაღაცა არის ისეთი, რაც ადამიანში სიყვარულის გამოწვევას ახდენს, არ ვიცი როგორ არის. და გახდა თაყვანისმცემელი. ბევრი მინახავს თაყვანისმცემელი, აი მართლა აკიდებულ დაასდევს ყველგან და ასე შემდეგ და მაგრამ შეუძლებელია ვერ მოგხიბლოს და თაყვანისმცემელი გახდე. თუ ვერ მოგხიბლა, ვერ გახდები თაყვანისმცემელი. მაგრამ თუ მოიხიბლე, თაყვანისცემა სიამოვნებაა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ. თუ მოგხიბლა, შეიძლება ღამეები გაათენა ფიქრში და აი ამ წარმოდგენებში ერთად ყოფნის დროს და რაღაცეებში ტრიალებ, მაგრამ სიამოვნებს ღამე გათენდა სიამოვნებაში. 1000 სიმღერა იწერება, 1000 ლექსი, რომანტიკა, რაღაცა ადამიანები აი ამ სიყვარულის ილუზიაში როგორ არიან აბლანდულ ჩახლართულებით როგორღაც და ეს ბუნებრივია და ღმერთისაგან არის. მე გულისხმობ ჩვეულებრივ გატაცებებს, როცა ადამიანი შეყვარებულია. ცოტა შორის ბიბლია შეყვარებულობანაზე ძალიან ბევრს ლაპარაკობს და ქებათაქების წიგნი ძალიან ბევრს ამბობს, როგორ უყვარს უფალს ეკლესია და ეს სიმბოლურად არის აღწერილი გოგოს მიმართ, თითქოს სინამდვილეში ეკლესიის მიმართ სიყვარული ქრისტესი როგორია და იქ დაწვრილებითი არის სიმბოლოებით აღწერილი ყველაფერი. ისევე ბიბლია გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ უფლის თაყვანისმცემელი. თაყვანისცემა ზოგს მიაჩნია, რომ ეს არის ნაზი საგალობელი, ჩვენ თაყვანს გცემთ შენ. არა, თაყვანისცემა ეს არის შეყვარებულობა. შეყვარებული ვერ გახდები, თუ არ მოგეწონა. თუ არ აგაფრთოვანა, თუ არ შენში გამოწვევა არ გული არ აგიფანცქალა. საიდან ლაპარაკობ ამას? ერთი გამონათქვა მე ასეთი ქათა მაუთხრა კვერცხსავ, ეგრე ვიყავი მეცაო. კვერცხზე ლაპარაკებოდა ქათა, შენაირი ვიყავი ერთ დროს. ეხა ეკა რო დავინახე, როგორ გავხდი თაყვანისმცემელი? რო დავინახე, გული არ ფარცხელდა. თვითონ კი რა? მართლა არ უნდა მაგას. წლები რო ფიქრობ, როგორ? არ მithქვამს ახლა ყველაფერს არ ლაპარაკობენ. და რო ნახულობ ზოგჯერ შეყვარებულ ბიჭებს, რო ყურები უწითლდება და სახე და რაღაცა და ის თიმაში არიან, ეს ჩვეულებრივია და ბუნებრივია და ღმერთისაგან არის ეს. ღმერთი ამ ძალას დებს საწინააღმდეგოს, ისინი მიზიდულები იყვნენ და უყვარდეთ ერთმანეთი და ასე შემდეგ. მე უბრალოდ იმის თქვა მინდა, რომ შეუძლებელია ამ პარალელს იმიტომ ვავლებ, რომ შეუძლებელია არ მოგხიბლოს და გახდე მისი თაყვანისმცემელი. მაგრამ აქ როცა წერია, რომ უფალს ღმერთს ეცი თაყვანია, ოჰო, უფალს როგორ ცე თაყვანი, როგორ გავხდე მისი თაყვანისმცემელი, მანამდე ჯერ კიდე სხვა რაღაცაა გასაკეთებელი. უფალსო თაყვანის ცე, ჯერ უფალი უნდა გაიცნო. უფალმა უნდა გაგაცნოს თავი, უფალმა უნდა გაგიცხადოს თავი. თუ უფალი არ გაგიცხადებს თავს, შენთვის იქნება რელიგია კისერზე დადებული დიდი მძიმე ტვირთივით, რომელიც გადევს და უნდა გააკეთო, არ უნდა გააკეთო, უნდა წახვიდე, არ უნდა წახვიდე, უნდა მოხვიდე, უნდა და ადამიანი არის მძიმე პრესის ქვეშ. მოდით ერთი ადგილი მინდა წავიკითხო მათესახარებაში. ეს არის ძალიან საინტერესო ადგილი. იესო ქრისტესთან მისული ფარისევლები.
ხოლო ფარისეულებმა 34 მუხლიდან ვკითხულობ 46 მუხლამდე 22 თავი მათ ესახარებს. ხოლო ფარისეულებმა გაიგეს რომ მან დაადუმაო სადუკეველები. სადუკეველები იყვნენ ვისაც სული არ სამდათ. დაახლოებით დღევანდელი რასელისტების მსგავსი მოძღვრება იყო და სულის არსებობა არ სამდათ და მარადიული არაფერი არ სამდათ. ქრისტემო დაადუმა ისინიო და მაგრამ ფარისეულები შეიკრიბნენ ერთადო. ერთმა მათთაგანმა ჯულის მცოდნემ გამოსაცდელად კითხა მასო. მოძღვარო, რომელი მცნებაა დიდის ჯულში? რა არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რომ ის დავიცვა პირველი და იმით ვიცხოვრო? მან უთხრა მას, შეიყვარე უფალი ღმერთი შენი, ყოვლითა, გულითა, შენითა, ყოვლითა, სულითა შენითა და ყოვლითა, გონებითა შენითა. ეს არის დიდი და პირველი მცნება და მეორე ამისი მსგავსი, შეიყვარე მოყვასი შენი, ვით არცა თავი შენი. ამ ორ მცნებაზეა დამოკიდებული მთელი ჯული და წინასწარმეტყველიც. შემდეგ, როცა ფარისეულები შეიკრიბნენ, იესომ კითხა მასო, რას ფიქრობ თქვენ ქრისტეს შესახებ? ვისი ძია ის? მათ უთხრეს, მას დავითისა. უთხრა მათ, როგორ არის რომ დავითი სულით უწოდებს მას უფალს, როცა ამბობს, უთხრა უფალმა ჩემს უფალს. დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე შენს მტრებს დავდებ შენს ფეხთა ქვეშ. მას თუ დავითი უფალს უწოდებს მას, როგორ არის ის მისი ძე? და არავის შეეძლო მისთვის სიტყვის მიგებაო. იმ დღის შემდეგ ვერავინ ბედავდა მისთვის შეკითხვის დასმასო. ეს არის ისეთი რამ, რომ ქრისტეს პასუხებში და შეკითხვებში ხალხი ჩუმდებოდნენ, დუმდებოდნენ, როგორც პასუხში, ისე შეკითხვაში. ჩვენთვის აი ეს პასუხი, რაც ქრისტემ უპასუხა, შეიყვარე ღმერთი შენი, ყოვლითა, გულითა, გონებითა, ძალითა, მთელი შენი არსებით. შეიყვარეს არ არის დავალება, ეს არის მოწოდება. ღმერთი მოგიწოდებს და გეუბნება, დაიწყე მუშაობა საკუთარ თავზე, რომ ღმერთი შეიყვარო. ღმერთი რომ შეიყვარო, დაკვირვება უნდა აწარმოო. რაღაცებს ანალიზი უნდა გაუკეთო, უნდა აწონ-დაწონო, ეს თუ ესია, მაშ ეს ესია. და მაძიებელი უნდა იყო, ებრაელთა 11:6 ამბობს, რომ ღმერთი მის მაძიებლებს უზღავს. როცა დაიწყებ, ღმერთს ვერ შეიყვარებ, თუ რაღაცებს არ დააკვირდები. შენ ცხოვრებას არ დააკვირდები, საიდან მოვედი, რატომ მოვედი, ვინ ჩათვალა რომ მე უნდა მოსულიყავი, ასეთი რომ უნდა ყოფილიყავი, ყველაფერს უნდა დააკვირდე და მიხვდები ყველაფერი მისაგან არის. ყველაფერი. ჩვენი შვილებიც, შვილიშვილებიც, ჩვენი ცხოვრებაც, ყველაფერი რაც კი შექმნილია, არაფერი არ შექმნილა მის გარეშე, ყველაფერი ის არის. ბოროტების გარდა რაც ეშმაკმა დაამახინჯა და საწინააღმდეგოდ შეატრიალა. თუ ყველაფერი მისაგან და მის მიერ არის, მაშინ მე ვიწყებ მასზე ანალიზს და ფიქს, ვინ არის ის ჩემთვის. ჩემთვის ვინ არის ის? და ქრისტე ასწავლიდა, მეო გაუცხადე მათ შენი სახელი. და რაღაცა ვასწავლეო. იოანეს მე-17 თავი არის ქრისტეს ლოცვა გეცემანის ბაღში. და რა ვასწავლა? მე გაუცხადე მათ შენი სახელი. ებრაელმა ხალხმა იცოდა, რომ ღმერთი არის შემოქმედი, მაგრამ ქრისტემ გააცნო კაცობრიობას, რომ ის არის მამა. მზრუნველი მამა. რომელზეც დავკარგეთ წარმოსახვა ედემის ბაღიდან აქამდე. წარმოიდგინეთ, რამხელა გზა გვაქვს გამოვლილი ედემის ბაღიდან. მოვდივარ ჩვენი წინაპრები, წავიდნენ ისინი, მოვიდნენ ახლები, მერე ისინი, მოვედით ჩვენ და რა? სუმთლად დაკარგული შეხედულება მასზე, ვისგანაც ამოვედით. მაგრამ ქრისტეს მოძღვრება და სახარება გვიცხადებს, ვინ არის ღმერთი. დაკარგული ძის იგავი ქრისტემ რომ მოიყვანა, მიანიშნებს იმაზე, რომ მამა როგორ ელოდებოდა, მამა.
მამა ელოდება დაკარგულ ძეს. ჩვენო ვართ ყველა დაკარგული ძეები. რო წამოვეთ ედემის ბაღიდან, გავფლანგეთ ყველაფერი, სულიერობაც, რა ვიცი, ღვთიური ბუნების სიდიადე ჩვენში ეშმაკმა წაიღო ყველაფერი და დავრჩით გამოფხეკილ, გამომშრალები და სუდისთვის ვართ მარტო მზად, რომ რაღაცა ბოროტი და რაღაც გავაკეთოთ, მაგრამ როცა დაინახა, რომ ჩემი ძე ღორებს რო აჭმევდნენ რო კოს, იმასაც აღარ აჭმევენ. და ქვეყნიერება არაფერს არ გპირდება, რომ რაიმე სიკეთე იქნება და გათანგული ქრისტე მოიყვარ მამამ, რომ დაინახა, რომ მოდის. დაკარგული იყო და გამოჩნდა. მკვდარი იყო და გაცოცხლდა. და დაუძახაო, მიეცით ბეჭედი მის ხელზე, სანდლები მის ფეხებზე, სამოსი ჩააცვით, ყველაფერი გაუკეთეთ. რატომ? იმიტომ რომ მე მამა ვარ და მე ველოდები. და ის რახან მოვიდა, მინდა რომ გამიცნოს. არ მოდიოდა რატომ? რატო წავიდა? არ მიცნობდა და იმიტომ. რატო წამოვეთ ედემის ბაღიდან? იმიტომ რომ ღმერთი ვერ გავიცანით. ქრისტემ კი თავის მოძღვრებაში ასეთი გამონათქვამი არის, რომ აქედან იქით წასულები გვინახავს და იქიდან მოსული არავინ. ზუსტად იქიდან მოსული, ზეციდან მოსული ჩამოვიდა და გვითხრა ვინ არის ღმერთი შენთვის. წარმოსახვა უნდა ჩამოიყალიბო შენზე შეყვარებული მამა. ბევრი ლოცლობს მამიკოთაზე, რომ ღმერთი მართლა მამიკო არის და ჩვენი სული შეღაღადებს აბა მამაო. ჩვენი სული ასე როცა ხელახლა ვიშვით, ჩვენი სული უყურეს მამიკოს ეძახის. შეიძლება გონება ბოლომდე ვერ მიხვდა, ჯერ არეულ-დარეული ამ ქვეყნიერებით გამოტენილი რაღაცეებით 1000 ჩვევა და რაღაც გვაქვს, მაგრამ უნდა განვიწმინდოთ და ერთი რაღაც, პირველი რაც უნდა დააყენო შენ ცხოვრებაში ყველაზე მთავარი რა არის? უნდა შეიყვარო ღმერთი შენი. მამა უნდა შეიყვარო ყოვლითა გულითა, გონებითა, ძალით, მთელი არსებით, რომ ყველაფერი მისი შექმნილია, ყველაფერი მან მოგცა, ყველაფერი მისით არის და მას ძალიან უნდა რომ ვიცნობდეთ და გვეცნობოდეს. მაგრამ გაცნობისთვის საჭიროა რაღაცა გაცვლა მოხდეს. უნდა არსებობდეს შეკითხვა, უნდა არსებობდეს ძიება და უნდა არსებობდეს დაკვირვება და მოლოდინი. როდის გახსნის ღმერთი ნელ-ნელა თავისი დიდების სახეს შენს წინ. იცით, როცა ადამიანი დადის ამ გამოცხადებით, რომ ღმერთი ეცხადება მას და შენ არა ხარ ერთ-ერთი იცით როგორ ვარ ჩვენ ერთმანეთსაც არ ავცემთ პატივს, იმდენად ვართ ეგოისტურ სივრცეში გამოკეტილები და სხვა ხო საერთოდ არ გვცემს პატივს და ჩვენც ეს შეაღვიქვით საკუთარად მე ვინა ვარ, მე არავინ არ ვარ, არავის არ ჭირდები. ეს ასე არ არის. შენ არავის არ ჭირდები არა. შენ იმდენად ძვირფასი ხარ, რომ მან საკუთარი სიცოცხლე შესწირა შენთვის. საკუთარი სიცოცხლე. მოვიდა, იცხოვრა შენთვის, შეასრულა ჟული, მერე წავიდა და თქვა, დაიმახსოვრე შენი სიძვირფასე ჩემთვის რამხელა დიდია. მე ღმერთი ვკვდები შენთვის. საქმეების 20-ის 22 მუხლში პავლე მოციქულობს, უმწყემსეთო ღმერთის ეკლესიას, რომელიც მან საკუთარი სისხლით შეიძინა. რა ძვირფასია თითოეული ღმერთისთვის, მან საკუთარი სისხლი გადაიხადა. საკუთარი სიცოცხლე გადაიხადა, ეშმაკს რა გადაუხადა, შენ გამოსასყიდად, რომ მისი კლანჭებიდან გამოეგლიჯე. საკუთარი სისხლი, საკუთარი სიცოცხლე, ტანჯვა და წამება მისცა, რომ შენ და მე ჩვენი სიძვირფასე დაგვენახა ღმერთში. რამდენად ძვირფასი ხარ მისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ასეთი ძვირფასი ვარ, მეც უნდა გავიგო ის ვინ არის ჩემთვის. და თუ გავიგე ვინ არის ჩემთვის, მე აუცილებლად შევიყვარებ მას. და შევიყვარებ არა ისე, რომ ხო რაღაცა ვიცი ღმერთზე, ღმერთო, მიათედი ხო მოვიტანე, რაღა გინდა, თითქოს არა, მე მას შევიყვარებ მთელი გულით, მთელი გონებით, მთელი არსებით. ეს არის პირველი რაც უნდა გააკეთოს ადამიანმა და როცა შეიყვარებ, გახდები თაყვანისმცემელი. ვინც გიყვარს, მას ელაპარაკები, მასთან ქსიამოვნებს. იცით ერთმა პიროვნებამ თქვა, რა არის ჯოჯოხეთი?
ჯოჯოხეთი ეს არის ადგილი, სადაც ღმერთი ადამიანებზე უარყოფითად მოქმედებსო. ანუ ღმერთი და იცით რომ ქურდებს და ყაჩაღებისთვის სინათლე არის დიდი ბოროტება. სინათლეში რა არის ბოროტება? მაგრამ მათთვის ბოროტებაა სინათლე, იმიტომ რომ ბნელია მათი საქმე და სინათლე მათ ძალიან აღიზიანებს. რა არის ჯოჯოხეთი? ჯოჯოხეთი ეს არის ხალხი, რომელმაც არ შეიყვარა ღმერთი და ვერ შეიყვარა და ვერ გაიცნო და ღმერთი მათთვის ხდება დიდი სატანჯველი, დიდი გამოაშკარავება და ტყივილი და უხერხულობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა მე ბოლომდე არ შემიძლია აღწერა ამ ყველაფრის ჯოჯოხეთი რა არის. ეს არის ადგილი, სადაც ადამიანები იტანჯებიან იმის გამო, რომ ორჯერ უარყვეს ღმერთი. ერთხელ ედემის ბაღში, მეორედ ქრისტეს მოსული მსხვერპლი და ღვთიური სიყვარულის ხელი არ მიიღეს, როგორც გამოწვევა, რომ ღმერთი აი დგევარ კართან დავაკაკუნებ, ვიცვდი ჩემს ხელს, ვინც გადაწყვიტავს და თავის ცხოვრებაში გამომყვება, ის პოვებს მარადიულ სიცოცხლეს. მე მინდა რომ პირველი მცნება კარგად გავიგოთ. პირველი მცნება თუ არ მუშაობს ადამიანის ცხოვრებაში, რთული იქნება შემდეგი რაღაცეები მოვიდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დაიწყეს სწორად სულიერი სახლის მშენებლობა. საძირკველი არის ერთი. და ეს საძირკველი არის ქრისტე, და ეს არის ჩვენთვის საფუძველი იმისა, როგორ უნდა ავშენდე. მე ესეთი გამონათქვამი არსებობს, გიყვარდეს ღმერთიო და რაც გინდა ეს გააკეთე. გიყვარდეს ღმერთი და რაც გინდა ეს გააკეთე. თუ ღმერთი გიყვარს, ცუდ რაღაცებს არ გააკეთებ. თუ აკეთებ, ესე იგი არ გიყვარს. მაგრამ რომ შეიყვარო ღმერთი, იქამდეც მისვლა საჭირო. ზოგჯერ თავს ძალა უნდა დაატანო, ზოგჯერ წმენით უნდა გააკეთო ნაბიჯები, კიდევ ვიმეორებ, ძიება უნდა კონდეს ჩართული და რომ შეიყვარებ ღმერთს. ღმერთო, არის მომენტები, რომ ჩემში ჩემ თავში, ჩემივე პიროვნება ლაპარაკობს, რომ ღმერთო ძალიან მიყვარხარ. აი, ოღონდ ეს არ არის გონებიდან ნაკარნახევი. ქონიათ ეს განცდა ვინმეს? რომ შენი სული ილტვის და აი როგორც თქვი, რომელთა რვის 14-16 მუხლებში წერია, ჩვენი სული ღაღადებსო აბბა მამაო. აი ეწებება ღმერთს და შენი შინაგანი სიყვარულით არის მისდამი მიწებებული და შენმა გონებამაც უნდა გააკეთოს ეს აღქმა, რომ ღმერთი იყოს შენი შეყვარებული, გიყვარდეს ღმერთი. თუ ღმერთი გიყვარს, მას უყვარხარ. ჩვენ ნახეთ და ბიბლიაში ბევრ გავხედოთ, მას უყვარხარ, მაგრამ ცალმხრივი სიყვარული არის ტანჯვა და შეურაცხყოფა. როცა შენ შეიყვარებ ღმერთს, ქრისტემ თქვა, როგორ უნდა შემიყვარო? თუ გიყვარვარ, ჩემი სიტყვა დაიცავე. თუ გიყვარვარ, აძოვე ჩემი ცხვრები. თუ გიყვარვარ, მაშინ საქმეებში გამოავლინე ისინი. და ჩვენ ვიწყებთ ამ სიყვარულის მტკიცებას ღმერთის მიმართ და ნელ-ნელა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რეალური ხდება ჩემი მასთან თანაცხოვრება. და თუ რეალურია, მაშინ მე თაყვანის მცემელი ვარ. ღმერთი ჩემთვის არ არის უცხო. მე არ ვარ ღმერთისთვის უცხო და ჩვენ ერთინი ხდებით უფალში. უფალს უერთდებით რა. ამ დროს ხდება თაყვანის ცემა. და ნახეთ, რაც მინდა თქვა, თუ ამ გზას ადგეხარ და პირველი მცნების მიხედვით ღმერთი გიყვარს და თაყვანის მცემელი ხარ, კიდევ არ მინახავს, რომ თაყვანის მცემელს აქვს 5 ლარიანი ჯიბეში, ეს 5 ლარი აქვს და აი ყვავილები იყიდება იქ სადღაცას ან რაღაც, ან შეყვარებულს, ვისაც ცემს თაყვანს, ჭირდება ის რაღაცა, რომ დახარჯოს, და ენანება. თუ ენანება, თაყვანის მცემელი აღარ არის. იცით ზოგჯერ 5 ლარიანს კი არა ჯიბესაც ამოიტრიალებს და იტყვის ნეტა კიდე სადმე სხვა არ მაქვს. მას არ ენანება, იმიტომ რომ თაყვანის მცემელია, იმიტომ რომ შეყვარებულია. იმიტომ რომ შეყვარებულობა გულშია და გონებას არაფერს არ ეკითხება. გონება ამზე 5 ლარი რომ დახარჯო ახლა. მე როგორ იქნება, მე რა იქნება? სულში სიყვარული
ალოგიკური არის. სულ არ მაინტერესებს მე როგორ იქნება. მთავარია ეხლა ეს ხუთელარიანი. თუ ეს რაღაც დიდი თანხა, ამ ეხლა გამაკეთებინ და ვისიამოვნო იმით, რომ ჩემს თაყვანის ობიექტს, თაყვანისცემის ობიექტს სიამოვნება მივანიჭო. როცა ჩვენ ამას ვაკეთებთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არარელიგიური შთაგონებიდან გამომდინარე, მაგრამ სიყვარულის პოზიციიდან გამომდინარე, თაყვანისმცემელი ხარ რა, შენში ხდება ძალის მობილიზება და ქრისტემ თქვა, შეიყვარე ღმერთი, გახდი თაყვანისმცემელი, უფალს ღმერთს ეცი თაყვანი და რა, მხოლოდ მას ემსახურე. მოდით ახლა რამოდენიმე სიტყვას ვიტყვი და აღარ მინდა რომ გავაგრძელო დიდხანს. აქ არის სიტყვა მხოლოდ მას ემსახურე. იცით სიტყვა მხოლოდ მას რას ნიშნავს? ნიშნავს რომ ჩვენ უფალს უკეთებთ, რასაც ვაკეთებთ. მხოლოდ მას ემსახურე ნიშნავს, რომ ვერავისთან ვერ იტყვი, რომ იცი რა, მე ამდენი გავაკეთე, მე ვისაც უკეთებ, იმასთან ვერ იტყვი, იმიტომ რომ ის გიყვარს და ზოგია ეკლესიისთვის რო აკეთებს, ვიღაცისთვის რო აკეთებს, მე ზოგჯერ ამას გამოხატავს ხოლმე, მაგრამ თუ გინდა რომ არავისთვის არაფერი კონდეს, სამდურავი და საყვედრებელი ღმერთს გაუკეთე ის გულით. ოღონდ ეს ვერ გაკეთდება, სანამ არ შეიყვარებ ღმერთს, არ იქნები თაყვანისმცემელი, როცა თაყვანისმცემელი ხარ, მე გაკეთება სიამოვნებს. სიამოვნებასგან მე დღესაც ვამბობდი. უფალს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე. მე 4 შვილი მყავს. და როცა რაღაცას იკეთე მიჩნდებოდა, ან მიჩნდება დღესაც. და ესე არ არის. საერთოდ არ მაინტერესებს, მე ჩავიცმო, დავიხურავ, შევჭამ და კარგად ვიქნები და თქვენ როგორც გინდა ისე იყავთ. არა, მშობელმა შეიძლება გამოიღოს ლუკუმა, ყველა მიცით ხო? და ისინი რომ ბედნიერები არიან, მაშინ ხარ შენ ნასიამოვნები. ისინი რომ კარგად არიან, შენ გრძნობ მაშინ ძალიან კარგად თავს. ზუსტად ეს არის რომ მე როცა უფალს ვცემ თაყვანს, მე მსიამოვნებს რომ მას ვასიამოვნებ. როგორც შვილები, რომლებსაც ჩვენ უკეთებ და ჩემები ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ პატარები რო დარბოდნენ, ახლა გიორგის უყურებენ და გიორგი რო დარბის და რაღაცას უკეთებენ, ვაჟას ვეუბნები, რასაც მაგას უყურებ, იცოდე რომ დაინახე შენი თავი შე როგორი იყავი სახლში. აი გიორგი ამას ითხოვს, შია დილით გაიღვიძებს და დაგვადგო, შენ ეგეთი არ იყავი დილით რო იღვიძებდი, შენ ეგრევე მოთმინებით იღვიძებდი და არაფერი, მაგრამ საოცარი ის იყო რომ სამივე რო ერთდროულად იღვიძებდნენ, ვაჟა ლაშა და ლუკა და სამივე რომ შიას გაიძახონ და რომ მიდიხარ და მიგაქვს და რომ გიყვარს დახარჯვაც, დაკანცვაც, ამოტრიალებული ჯიბეებით სიამოვნება არის. ვისაც ეს განცდა აქვს იცის რა არის ეს. იმიტომ რომ გიყვარს. რომ გიყვარს მათთვის სიამოვნება, შენი ბედნიერება და სიამოვნება. აი ზუსტად ეს არის, უფალს ღმერთს ეცი თაყვანი. როცა მიხვალ იმ შემეცნებამდე რომ ღმერთი შეიყვარე და თაყვანისმცემელი გახდი, მისთვის გაკეთება და მასში ყველაფერი მიცემა რაღაცისა უფლის საქმისთვის და უფლის მსახურებისთვის შენთვის უკვე ხდება ბედნიერება და სიხარული და ამას აკეთებ როგორც დავითი ამდა სიხარულით აძლევ მთლიერი ხარობდა რომ ამას აკეთებ იმიტომ რომ ღმერთს იცნობდნენ ის როგორი არის მის მორწმუნის მიმართ და მის მიმდევართან მიმართ ერთ სიტყვით მე აღარ მინდა რომ გავაგრძელო შორს მინდოდა ამ ორ თემაზე მელაპარაკა უფალს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე მხოლოდ აკეთე მისთვის და იცოდე როცა მას ემსახურები ვალი არასოდეს არ დარჩება შემოbrunდება შენი მსახურების მიძღვნა და მსხვერპლი შემოbrunდება და შენზე სასწაულად გადმოიღრება კიდევ ეს მოზიარეობა სიყვარულის თაყვანისცემისა რომ ჩვენ ეკლესია უმტკიცებთ ღმერთს სიყვარულს და შენ ნახე ღმერთი რა სიყვარულის მტკიცების გამოვლინებით გამოვლინდება ჩვენ საწინააღმდეგოდ ბევრი რაღაც არის დამიზნებული მაგრამ იცოდეთ რომ ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენ დამი ამტკიცებსო კი არ დაამტკიცა 2000 წლის უკან. რომაელთა მერვე თავში პავლე მოციქული ამბობს ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენ დამი ამტკიცებსო.
მეხუთე თავში არის მერვე მუხლი. ამ მტკიცებს ნიშნავს, რომ ჩვენ კვლავაც ვიქნებით უფლის მიერ დამოწმების ქვეშ და რომ დაინახავ, რომ ღმერთი გიმტკიცებს თავის სიყვარულს და შენც გიღვიძდება მის დამოკიდებულება. დაკვირვება დასასრულს მინდა თქვა, რომ იოანე წერს, რომ ჩვენ გვიყვარს, იმიტომ რომ ჯერ მან შეგვიყვარა. ჩვენ დაუმტკიცებთ ღმერთის სიყვარულს, იმიტომ რომ ის გვიმტკიცებს თავის სიყვარულს. შეუძლებელია ვერ ხედავდე ღმერთის დამტკიცებულ სიყვარულს შენ ცხოვრებაში და შენ გაგიჩნდეს პირველს ღმერთის მიმართ სიყვარული. პირველ იოანეს მეოთხე თავია. იოანე წერს, ჩვენ გვიყვარს, იმიტომ რომ ჯერ მან შეგვიყვარა და თავის სიყვარულს ამტკიცებს ჩვენდამე. მე ვგრძნობ, ვხედავ და კიდე უფრო მეტად მინდა ვნახო გამოვლენა ღმერთის სიყვარულისა ჩემს მიმართ. დარწმუნებულად თქვენც ასე ხართ, ხო? მაგრამ საინტერესო ის არის, მისცემ თუ არა ღმერთს საშუალებას რომ ეს მოხდეს. მივცემ თუ არა მე ამის საშუალებას. რომ ღმერთმა სრულად გამოავლინოს თავის სიყვარული ჩემს მიმართ. მან რო გადამარჩინა, მე ეკლესიაში მოსვლაც არ მინდა. მან მაკურთხა, მე წავედი და ქვეყნიერებას გავფლანგე. ღმერთი დამეხმარა, მე წავედი ეშმაკთან. რა თქმა უნდა, ღმერთის სიყვარულს მე ვაჩერებ, რომ ვეღარ ვლინდება ჩემს მიმართ. ეხლა ლიდერულზე ვიყავთ გორში და ერთი ისტორია უნდა მოგიყვეთ. ერთი ახალგაზრდა ქალბატონი ჩვენ ნათესავი კვდებოდა. ძვალი და კანიღა იყო დარჩენილი. ვარიანი გაგიგიათ ხო ეკო გოგობაშვილის სამშობლო. ბებია ჩემი ვარიანიდან იყო. და მამიდა უკვე ექიმებმა ეს ძვალი და კანი უთხრეს სახში დალიოსო სული ესე ჯობია რა. და წამოიყვანეს და დაასვენეს სახში. ზუსტად მაგ დროს მამიდა ჩემი მივიდა. ეუბნა, მას ქრისტეს მსხვერპლი არაფერს ნიშნავს, არა? მას ქრისტე ტყუილა მოკვდა და მისი ჭრილობები, ესე იგი არაფერი არ არის. ღმერთ შეუძლია შენი განკურნება. ღმერთ შეუძლია შენ დაგეხმაროს. ექიმებმა თქვეს, ღმერთს ხوار თქვია უარი. და დაადო ხელი ილოცა და წამოდგა ეს ქალი, შეიცვალა მისი ცხოვრება. მკვდარი გაცოცხლდა, შეისხა ხორცი, მოვიდა გონს, აზრ ცხოვრება, დალად, იცით საინტერესო სასწაული რა არის. მის მერე როცა ესეთი უკვე სახში უნდა დაელიასონ, მის მერე შვილი გააჩინა კიდე. ორი გოგო ყავდა და კიდე გააჩინა ერთი. ერთხელ მსახურებაზე ვარ, გორში, და ერთი გოგო მორბის. და ესე დგევარ და მორბის და შემომახტა პატარა ბავშვი 13 წლის ეს კისერზე შემომახტა ასე. მე იცი ვინა ვარ, ძიახვიჩა მე იცი ვინა ვარ. ვინა ხარ შვილო, ვიზი ხარ? ნუნუკას გოგო ვარო მე. ის დედამ რო გააჩინაო. დედა სად არის მეთქი და დედა გარდაიცვალა. არ მოვიდა ღმერთთან. სვენოდა ღმერთის. ეკლესიაში არ მობრუნდა. ღმერთმა დაუმტკიცა სიყვარული კი გამოავლინა ყველაფერი, მაგრამ თავის თავს გაუკეთა ის, რაც ეშმაკმა თავის დროზე დამართა და ვერ დაინახა ღმერთის სიყვარული, ჩართულობა, ღმერთის მზრუნველობა, ამხელა სასწაული და შეტრიალდა ყველაფერი და ისევ ეშმაკმა წაიღო ეს. ღმერთო მისმინეთ, რთულ ხედავ ღმერთის სიყვარულს. შენ და მე გამოვლენილს. ჯანმრთელად რო ხარ, პერსპექტიული რო ხარ. 1000 სიკეთეები რომ ჯერ კიდევ წინ არის და გელოდება, რომ არაფერი დაემუქროს ამას. შეიყვარე ღმერთი. ის არ უნდა იყოს შეურაცხყოფილი ჩვენი დუმილით, ჩვენი უმოქმედობით, ჩვენი არეაგირებით. პირიქით, თუ შეიყვარებ მას და ქრისტეს ლოცვა გეცემანიაში იყო, მამაო, ყველაფერი ჩემი შენია, რაც მომეცი შენ ისმე ისევ შენ დაგიბრუნე, შენი კი ჩემი. მინდა რომ მიძღვნა განვაახლოთ და უთხრა ღმერთო, მინდა ხედავდე შენ სიყვარულს, მაგრამ უფრო მეტად მინდა შენ ხედავდე ჩემს სიყვარულს, შენს მიმართ, ყოვლითა გულითა, გონებითა, მცნებითა და მთელი ჩემი არსებით. და როცა ეს იქნება,
შენ დაინახავ რაოდენ დიდი დამოწმებები სასწაულების და კიდევ იქნება რაოდენ დიდი იქნება ისევ სიყვარული და ეს სიყვარული ესე რა მიდი რა ვერც ღმერთს ვერ აიძულებ და ღმერთს არ უნდა იძულება მას უყვარვარ ჩვენ ყველაფერს მივხედავთ მაგრამ თუ ჩვენ შევიყვარებთ სიყვარულის მტკიცების ზიარება იმდენად აი ზღაპრული ადვილად შეიძლება ითქვას რომ ზღაპრული იქნება ისეაც წინასწარმეტყველი ამბობს, როცა ღმერთი თავისი აღთქმების აღსრულებას დაიწყებს, თავისი ზმარში გეგონებათ. ჩვენ გვინდა ღმერთმა სანუკვარ ქვეყანაში გვაცხოვროს, შეიცვალოს ყველაფერი, მაგრამ ღმერთო, მე ელემენტარულიც კი მენანება, მეზარებ, თუ კი ჩვენ დავიწყებთ უფლის სიყვარულის მტკიცებას ჩვენ ცხოვრების გზაზე. მე გარწმუნებთ, რომ ისეთ რაღაცებს ვნახავთ, რაც თვალს არ უნახავს. ყურს არ სმენია ადამიანს გულზე ფიქრად არ მოსვლია ის გაუმზადაო ღმერთმა ყველა მის მოყვარულებს წამოდექით ჩემთან ერთად და მინდა რომ ვილოცოთ და უფალს თხოვოთ რომ დაგვეხმარე უფალო შევიმეცნოთ ეს და ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდეს